საქართველოს ისტორიაში პირველად ბათუმმა დღეს უმასპინძლა ევროპის ღია თასს ნიშნოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 25 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი. ღონისძიება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რითაც ბათუმმა დაამტკიცა, რომ მას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის სპორტული ქალაქების რიგში. ესეთი ღონისძიების ჩატარება უმნიშვნელოვანესია არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგანაც ის ხელს უწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ქვეყნის ცნობადობის გავრცელებას. დრაგონფლოტი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ყოველწლიურად მეტად პოპულარული ხდება და ჩვენი ნაკრები, ჩვენი ფედერაცია მაქსიმალურად ჩართულია მის განვითარებაში. საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ამ სპორტს საქართველოში განვითარების და ჩვენ ნაკრებს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ უმაღლესი სინჯის მედლები მოიპოვოს. რაც შეეხება გამოცდილებას, კარგი გამოცდილება იყო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უმაღლესი მწვერვალებს მივაღწიოთ.